ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ირანს ზედიზედ უკვე 6 დღეა უტევენ. ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის ტერიტორიაზე ათეულობით სამიზნე განადგურდა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ავიაიერიშების შედეგად ჰორმოზგანის პროვინციაში რამდენიმე ხიდი დაზიანდა. დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი. ვაშინგტონმა იერიშები მიიტანა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ბანდარ-ხამირზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე მდებარეობს. თავდასხმა იყო ასევე თეირანის მიმდებარე ტერიტორიებსა და სემნანის პროვინციაში, სადაც ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და კოსმოსური პროგრამის ობიექტებია განთავსებული. დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ხიდებზე იერიში გაგრძელდება, რათა თეირანმა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი შეასუსტოს. პარალელურად შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადაც აღადგინა. ამ ფონზე ჰორმუზის სრუტეში თვითმფრინავმა უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა. ანალიტიკოსების შეფასებით, თვის დასაწყისში სატვირთო გადაზიდვების მოცულობა თითქმის მეოთხედით დაეცა, თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ ბოლო დღეების სამხედრო ესკალაციის ფონზე გადაზიდვები კიდევ უფრო შემცირდება. მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული მარშრუტის ირგვლივ შექმნილი ვითარება კი ნავთობისა და ბუნებრივი აირის გლობალურ ბაზრებზე დამატებითი არასტაბილურობის რისკს ზრდის.